Evane etkiyiz galiba. Vajdadan Nikolas, imitom etkiluke şenakhvedები არიან ივან იაბაევის დუქანში. Ამას ვასილ ჩაჩაინძე გადმოგცემს ამბებს და ეს არის მეორე შეხვედრა. ამიტომ საუბარი მექება ვაჟდადან ნიკოლას ღვთაებრივ პარალელებზე. ძალიან ბევრი პარალელებია და იმთავით გეტყვით რომ უამრავი ნახატია, მაგრამ აი ეს არის ძველი სახლი, ნახატი, რომელზეც აკადემიის პროფესორი ომარ ჩუბინძე 1 საათი უყურებდა და რას უყურებდეთ კი მოთხარ ამდენი ნახატია და აი ეს მოწონს ყველაზე ძალიან უნდა. რატომ მოწონს მეთქი ეს სახლი ყველაზე ძალუმად? იმიტომ რომ დაფარულია შავი გრუნტით, ასე დაგრუნტა ქვია. მე თითებით არის გასმული გამოსული და იქიდან ნათელი არის ამოყვალი, როგორც არის ძიაყველი ამოყავთო და მიიღეს ძველი ეს ისეთი ტექნიკა არისო რომ ღამე გაათენო რა. ამიტომ დღევანდელი დღეს ამიტომ ეძღვება ამორგენიოს რომ ორივე ადამიანი იყვნენ აი ამ ღამის მთენებლები უпроსოეთ დავით გორამიშვილი ამბობს საოცარ სიტყვებს ვაქოთ ვადიდოთ ვინაო ღმერთი მაღადა შინაო ვინა ჩიამკო ქვეყანა ღამე დღეთ განამწყინაო ღამე არის წუთსოფელი დღე არის სასუფეველი და თუ ვინმე გაათენა ღამე დღეთ პირეყოვის ეს ვაჟაა და ეს ნიკოლაა და ამას მიყვებით ჩვენ გზა და გზა. იმ თავით უნდა ვთქვა რომ ეს დღევანდელი დღე ეძღვნება ჩვენი ბალხას ციკლაურის ხსოვნას რომის მარადილობაში გადასვიდა ჯერ წელიც არ გასულა მოყვარული იყო აქაურობის ქეთევან დედოფალზე სულის დოღი იქ ჩავატარეთ გუდამაყარში აბათ აქედან ბევრი ესწრებოდა და მე ჩავატარეთ შემოდგომით მისი 60 წლისავის იუბილე და აქ ვინც ავართ ახლა ძირითადად ის ხალხი ვართ ვინც ან გუდამაყარში შეხვდით ერთმანეთს ან ანაკანძაზის საღამოზე ქარი გიმღერის ნანასა ანუ ზღაპარს გემობს დადარი. ამდენად რა ქვია ეს საღამო ეძღვნება მთლიანად მალხას ციკლაურის ხსოვნას. ერთ-ერთი ბოლო ნატრა და ბოლო ანდერზე იყო ნეტავი ბავშვად მამყოფა შეცვალა წესი ტიალი სულ თავის უბირობითა გონით და გზნობით ღვთიანი და ესრედ ბავშვად ნამყოფსა დღე დამინერდეს მზიანი და მართლაც მარადიული ბავშვი იყო. ეს ნახატები ვის დამიხატა ჩემმა სტუდენტმა ვეკითხები რომ ის მეთქი მეთევზე სვახურია რა არის მეთქი მზია თუ მთვარია და უყურა არც მზიაო არც მთვარი არისო და არც ცობრეროა არაწვიმს და არაცოს აბა რა არის ეს არის შარავანდეთი და რატო დახატა ნიკოლა მეთევზე შარავანდეთი? იმიტომ ეს მეთევზი არის ნებისმიერი ჩვენთანგანი მასაც ანკესი აქვს ას ბადი აქვს არც არაფერი გააჩნია დინარი არის წუთსოფელი და თევზი გასაგებია რაც არის ჩვენი მოძღვრება არის ამდენად მან მოიხელთა და ქრისტიანობა მიიღო თავისი გულით პეტრიკაცია და არის ერთი დიდი ბავშვი რა ქვია. ამდენად ნიკოლას ნახატებს და ვაჟას შემოქმედებას მთლიანად ეს ბავშვობა და ბავშვურობა გაზრდებს. ვინც იცოდა ჩემ მახას ციკლაურს თუ კი შეიძლება რაიმე ეპითეტი მიუძღვნა მას ეს არის მარადიული ბავშვი. მარადიული ბავშვი რომელიც აი ბავშვით ხავდა ყველაფერი და ეხლაც ხარობს რომ აი ჩვენ აქ ვიკრიბებით. სამ საუბარს გავაგრძელებ ეს რეკვიზიტები რო დავჭდილო ჩვენ ვესწრებოდით აქედან მე ნონო და გურამი დედოფლის წყაროში სტუმარ მასპინძელს და სცენა მოფენილი იყო ბადეებით სულ ბადეები იყო სცენაზე თავიდან ვერ მივხვდი ვერაფერს და როცა აი მუსა მოკლა რა ქვია ის მუსას კლავს ჯოყოლა და ასე ხდება და ისე ხდება და მოკლედ მთელი ამბები საბოლოო ჯამში ჯოყოლას ფრაზა რო დღეს სტუმარია ეგ ჩემი და ესე იგი თავარ ფრაზას ამბობს მე სენის ბოლოს გამოდის მუსა და მუსაც იგივეს გაიძახის რომ დღეს სტუმარია ეგ ჩემიო და ფარდა იმას ბადეს ჩამოგლეჯავს მე სხვები შემოდიან და საბოლოო ჯამში
ერთი დიდი ბადე რჩება მარტო სცენაზე რა. თავიდან ვერ მივხვდით და ამ სარომ დაიძახა მარტიაშვილმა რეჟისორმა ბატონ ვაჟაც ხო სცენაზეო. აი გურავი მოწმია, ავედი ვისაუბრეთ, თავისთავად ცხადია. დედობის ყავაში ხდება ესენები, გავაზრინე ქალბატონი სარო ამ ბადეში, მოვკიდეთ ორივე ხელი და მე ვუთხრა ჩანაფიქს მიგიხდი მეთქი რა, რომ ეს ბადე დაგვიტოვეთ ჩვენ, რომ ჩვენ ცეს არსებობს ეს ბადე წუთსოფელი, მოყვასი, სადადებელი, სატკივარი, აი ეს ბადე ხეს გვიშლით. ეს ბადე მე ორიონ ჩამოგვიჯეთ. ამიტომ აი ეს ბადეც ახლა ჩამოვა როგორც ყველა ადამიანის ბადე, რომელსაც ხეს უშლის აი ეს ბადე ადამიანებს იმაში, რომ ის სამყარო მივიღოთ, რა სამყაროს ჩვენ გვესურვება. ეს პაჭიჭები მოქცევა 98 წლის ადამიანმა საუკუნე მიღწეულმა თეკლა ბებომ, თეკლა ბადრიშვილმა. რომელიც ეხლა ხანს ავიდა უკანაფშავში. ერთი რამე უნდა გთხოვოთ შემოშვილო ვაჟაო. რა მეთქი და ხო იციო ეს წუთსოფელიო ნალახი არისო და რომ მიდიხარ და მოდიხარ მაინც რაღაც ცოდვებში ვეხვევითო და ძროხას რო სახეს მოვუღერებო ეგეც რა ქვია ცოდვა არისო მზეს რო არ მიესალმებიო დილით ეგეც ცოდვა არისო და გამახსენდა ვაჟა-ფშაველას ბახტრიონის დასაწყისი. მოგესალმებით ქედებო მომაქვს სალამი გვიანი. შენდა სამარი სამკობზე თქვენი და გადახვთიანი. ეს სალამი გვიანი მას ნიშნავს რომ როგორც კი მზე ვერ ამოვიდოდა, ანუ ალიონი, ანუ მწვერები დადგებოდა, ეს მზის ხეები გაანათებდა გორებს, შეტრიადებოდნენ ყველანი და ესალმებოდნენ მზის ხივებს. ამიტომ სალამი გვიანი რომ დაუგვიანდათ მისალმება მზისადმი. ეს სიტყვით ესენი ჩაეცვიო, ოღონდ ფეხები კარგად დაიბანო, რომ გაატაო ნალახი ფეხს ყველაფერი მდინარეესო და ორი შეკითხვა მაქვს შენთან, რა მეთქი და რო ქსოვა მეხმარებაო აზროვნებაშიო. ხანდახან ეს აზროვნება გამიტაცებსო, აი დაირევაო ყველაფერიო და მე უცოდ ფიქრი მოძებს, თეკლაო, შენ აურიო გზაო. უკან ბრუნდებიო და საცავ დავარღვიეო, იქიდან ვაგზელებო და აი მივიღეო, აი ეს წვალებით ეს ნაკარგიო. ახლა ორი შეკითხაო, ერთიო, ეს გონიო საიდან მოდისო, ჩემამდეო. რა ძალა არისო? და მეორე შეკითხვაო, ეს გონი და აზრი თუ ჩემთან მოდისო, სხვებთან რატომ მიდისო, ქვეყანა ამ დღეში არისო, რომ ყველასთან ეს აზრი მიდიოდესო, ყველა მიუტრიალდებოდაო, სადაც დააშავესო და გამოსწორდებოდა ქვეყანაო. საუკუნის ქალი, ახლა ჩვენ გველოდება, აი ვაპირებთ ასვას თეკლაბებოსთან. ეს სიტყვით ეს უფრა საგანგებოდ იყიდა ნონო და ჩემ და გასახარად აი ამ სუფრაზე არის ცენტრში პიკასოს ნიკალა. როცა უთხრეს ძმებას დანევიჩევან ნიკალ პიკასოს რომ ეგეთი კაცი იყო, ვინც ქვეყანამ უარყო და მოგდა თუ არა ყველა მაცხონას ცოცხალი არ გაიკარაო, გამწადა პიკასო, აიღო სადგისი და აიღო ტილოკია და მუშამბაკია აიღო ლითონის დაფა და ამ ლითონის დაფაზე გადაურსო აი ამ სადგისით ამ ცხოვრებასო ვინც უარყო ნიკალაო, აი ესე გამწერებული ჩხაპნის უსვამს ხას პიკასო და მე შეუტირა ზანევიჩებს და მივიღეთ ნიკალას პიკასო, აი ეს გადახაზული, გადმოხაზული უარყოფილი პიკასო, რომელსაც აი ამოვიდა მთელი ამბები. ეს ჩათვალეთ ჩემგან შესავლად, მაგრამ თავარი მოვლენა ეხლა ხდება მუხიანში, ჩემი მოწაფე მიბარებს, ეხლა ექიმია, ფსიქიატრია და დაიბარა თავისი ლექტორებიც. ვეუბნები რომ რა არის შეხვედრის თემა. ვაჟა-ფშაველა. ვაჟა-ფშაველა სამყაროა. იმიტომ რომ არ გვასვენებსო და ვაჟამ ის ეგეთი რაღაცა, რაც ჩვენ გვეხსნის და გადაგვარჩენსო. ამდენად დღევანდელი დღე ვაჟას სამყაროს და ნიკალას სამყაროს ეძღვნება. აქ ცხოვრობს ქალილოში გოჩანაყეული. როცა გოჩანაყეული მუშაობდა საზღვარზე, ჩეჩენმა უთხრეს რა არის თქვენი სამაგიდო წიგნი. მე უთხარი სახარებაო.
და როგორ ვაგონია ჩვენი რა არისო? ალბათ ყურანიო, არა. ვაჟა-ფშაველი აუდევს ყველას. ჩეჩნეთი, ინგუშეთში ყველგან დევს ვაჟა-ფშაველი სამაგდო წიგნი მაკაცმა თავისი აზროვნებით არა მარტო დაგვაახლო, არამედ გადაჩენის გასაღები მოგცაო. ამდენად ვაჟა-ფშაველამ დაამთავრა თელავი, გორი, თბილისი, პეტერბურგში 1 წელი ისწავლა. მერე პრობლემები შეექმნა იმ თონეთშია და ყველგან პრობლემები შეექმნა. ერთი ბავშვი ყავდა, იმ ბავშვთან პრობლემა შეექმნა, სილა გაულაწუნა ამილახრების შვილს და საბოლოო ჯამში ღმერთმა ყველგან დაუბლოკა გზა ვაჟა-ფშაველას. ყველგან აი შლაგბაუმია, მორჩა. დაბიგდა ვაჟა რომ ღმერთს რა უნდა ჩემგან. ჩამოვიდა 98 წელს ჩარგალში, გადაყარა ყველაფერი, დაიხურა ფაფახი, აიღო კვერთხი, ჩერიჩოხა ჩაიწვა, ქალამნები ამოიცვა და თქვა, მე არც მღვდელი ვარ, არც იურისტი, არც მასწავლებელი, მე ვარ ვაჟა-ფშაველა და იცხოვრა ვაჟა-ფშაველად. ეს არის ცალკე პროფესია, ცალკე ფენომენი, რომელსაც ბადალი არ ყავს, ასევე გააკეთა ნიკალამ. ამიტომ ნიკალას კრავი არავინ არ იცის, თბილისია, საქართველოა, თვითონ არის, ჩვენა ვართ, იქ კრავს რომელსაც ეხუტება ჩვენი ნიკალა პაპა, აი ვაჟა-ცნაის სულის ადამიანი იყო და შუქი ავანთო თორე მიმართავს გოგლა ლეონიძე ვეფრის ყავოსანს. უთენებელი ბნელეთის შენ ერთი დაგვრჩი მთეველი. საუნჯე ბევრი წაგვართეს შენ დარჩი წაურთმეველიო. ნიკალა და ვაჟა არიან ბნელეთის მათენებლები. და რატომ? ნიკალა აგროვდა თურმე ჭვარტლი. აი ჩვეულები ჭვარტლი. ამ ჭვარტს გახსნა საღებავში დაგრუნდავდა ტილოს, იქიდან დაიბადებოდა ღამე მთაში, დათვინთვარიან ღამეს, ანუ ეს ქმნის რა ქვია ვაჟა-ფშაველა კი ბატონო ღამე მთაშია თუ უამრავი ამბებია და ნიკალაც იგივეს ქმნის, ანუ ნიკალას შემოქმედებაში და ვაჟას შემოქმედებაში არის ღამე როგორ უნდა გაათენონ. და კიდე რაღაც ფენომენს ფლობს ვაჟა-ფშაველა. შეუცხრემ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოთ ჩავირგეო. რამხე ალქიმია. აი ეს ალქიმია ქონდა ორივეს, როგორ უნდა გარდაესახათ ის ტკივილი, ის ტკენა, უბედურება სიყვაულად და ისიჩვილო რატომ ქვია თეკლაო? თეკლა ბებმა მოუნა რატომ მეთქი და პატარა კახის შვილის გამოდამარქვესო. ასაყავდა თეკლა ბეჭიო. აქოთა ხატი არსებობსო. ნიკალას დედასაც ერქვა თეკლა. ერთი ჩემი სატკივა და საზადებელი, რასაც თითოეულ თქვენგანი ხელს მოაწერთ. არასწორია ჩვენი ეკლესია და მთელი მსოფლიო ეკლესიები, ვინც ესე აზროვნებს. როგორ შეიძლება ნიკალა იყოს წმინდანი, ვაჟა იყოს წმინდანი, ილია ჭავჭავაძე იყოს წმინდანი, დავით აღმაშენებელი და ვინც გაზარდა, მაკლინე მამიდა არ იყოს წმინდანი, თეკლა არ იყოს წმინდანი, ელენე დედოფალი არ იყოს წმინდანი. ამიტომ თუ არსებობენ წმინდანები, მათი მშობლებიც წმინდანები არიან, როგორც წმინდანინოს მშობლები სუსან და ზაბილონი და ანა მარია და ასე შემდეგ. ამიტომ თუ ადამიანი ყავს წმინდანი, ორი იმდენი წმინდანი კიდევ გვემატება მათი მშობლები. იგივე ეთქვის გურქანზე, ვაჟა დედაზე და იგივე ეთქვის ნიკალაზე. გავჭრათ. გარი? კი ბატონო. ეხლავე ისტორიკოსი წერს პატარა ნიკალას ადრე დაიღუპნენ მშობლები. პატარა ნიკალას და მის და-ძმას დედის ღიმილიღა ასოძგუნებდაო. ღმერთო, რა მხელა სიყვარული უნდა ქონდეს ადამიანს, არაფერი არ აბადიათ და ღიმილით ასაგლებს ბავშვებს. არაფერი დავთარებული არ ქონდა გულქან ხიკალიშვილს, ვაჟა დედას. თავისი პოეზიით, თავისი მითოლოგიით, თავისი ზღაპრებით გამოზარდა შვილები. ამიტომ მე ვიძახი რომ საქართველოში არსებობს ორი ხანა ღვთისმშვილების, ერთი ხანა კოპალას, იაქსის, ბერი ბაადურის და მეორე ვიზაც ახლა მე ვსაუბრობ და არა მარტო იგივე ილია, იგივე და წარმოიდგინეთ აბა
ილია, აკაკი, იაკობი, დიმიტრი ყიფიანი, მოჩხუბაი როგორ იბადებიან, როგორც ღვთისმშობლები ჩამოშვნენ. ვაჟა-ფშაველას აქვს ერთი ნახატი სონა. აი ესეთი სარკმელია, გაეთარი უკუნეთი, დგას სონა, ათია ღვთაებრივი სინათლე და მტრედები საკენს კენკავენ და გარმონს უკრავს. სონა განმოვით. ნიკალა გეუნება რომ როცა გაეთ უკუნეთია, შენ შეგიძლია მიკროსამოთხე შექმნა. როგორი მიკროსამოთხეც აი ჩემო ნონო შექმნა აი მეზოკავინდამოში. ყველამ შექმნა თავისი პატარა სამოთხე და ქვეყანას გავწყიდება და ქვეყანას გადარჩება. ვაჟა-ფშაველას მთელი შემოქმედებას ესე, აბა რა ხდება, დღემ დაიფარა პირბადემ თემა დახუჭეს თვალები, ქარიქვიტინებს, ღრუბეთა ზაითქვე შესაძარები და მერე უცბად სამ გადიბანა პირიდან მური ნაცხები ღრუბლისა გადაიფინა სამყაროს როცა კუთხევა უფლისა. აი ვაჟას ტექნიკა რა არის და ნიკალას ტექნიკა რა არის. აი ეს მური ნაცხები ღრუბლისა როგორ უნდა გადაწმინდონ, რასაც ღმერთი აკეთებს დასაწყისში რომ იქნენი ნათელი სული ღვთისაიქცეოდა ბნელზე მოს, იგივე საკეთებენ თავის შემოქმედებაში ნიკალა და ვაჟა. ეხლა მისი გმირები ანათებენ და მარტო გმირები კი არ ანათებენ. საზომი ერთეული მადლის ვაჟა-ფშაველას გააჩნია ნათელი. როცა ბახტრიონში ეწევიან ლაშაი ჯვარი და გმირები, ვაჟა-ფშაველას წელს მისმა ნათელმაო გაანათა 100 ბარული დღიორიო, აი რასაც ყევარი ხარი მოხნავს დღეში, ამას ქვია დღიური მიწა. აი 100 ეგეთი დღიური გაანათაო, ანუ მადლი იზომება იმით რამდენად შენი ნათელი გადაიფინება სამყაროს. როცა ეკითხებიან ნიკალას შენ ზაკონებით ხატაო, პერსპექტივას ანგრეო, ნიკალამ უთხრა თუ წინა კაციო ბოროტი არისო. როგორ დავხატო დიდიო? თუ უკანა კეთილი, ამიტომ უკანას ხატავდა დიდს და პატარას ხატავდა წინას ვინც იყო პატარა. აანგრევდა ყველაფერს, იმიტომ ის გულის კანონით ხატავდა და მოქმედებდა. ამდენად ვაჟა-ფშაველა და ნიკალა ანგრევენ ეთაწუთში მორჩები ბავშვებო, ანგრევენ და აჩანაგებენ დროს. კერძოდ ვაჟა დიდ თამას, ქალო ქართველთა სულისგმაო, ქალო ქართველ და დედაო, ტყუილად ვედავ შენ სიკვდილს, თამას ცოცხალზე ხედავ, შენ და შოთაის მარჯვენას ვემთხრი ზედიზედავ. ანუ ადამიანი კურთხევას იღებს იქიდან, შორეთიდან და ესეთი ამბები ხდება. აი ეგ თვალებში იყო შაინძიების დუქანი, ვაჟა-ფშაველა ბოლო ლექსი იყო ფშავი ჯარისკაცი წერი, გუნკედიც აგეყოდება, დედავია ვარდითა, იქ ინგრევა ყველაფერი. ფიქრით შინავარ და საჩეჩლისო, წყიალი მესმისო. ეხო ფარტენა არისო, ნაკურთხი დედის სემლითაო, არ გაიწება მახვი და დაიწება ცეცხლითაო. ამდენად იმ ტრამალებში ხედავდა დედამისის მოქმედებას. რაც სახარებაში ხდება, როდესაც ის ინგრევა, იგივე ხდება ვაჟას და ნიკალას შემოქმედებაშიც. ეხლა ძალიან საინტერესო რამეზე უნდა გითხრათ. კითხეს რას წერდა იესო ქვიშაზეო. მე პასუხი მიუგე. საბოლოო ჯამში ორმა ვინმე მიცის რამე რას წერდა იესო ქვიშაზე. ქარმა და წვიმამ, ორი მწაშალა. მაგრამ შეიძლება არც არაფერს არ წერდა და რატო? იმიტომ რომ ისეთი ქალი მოდის და ამას გზნობს, როგორც ნათანაელის გზნობს და ზაქეს, რომ მარო თვალში გაუყაროს ის ქალი იქავე მოკვდება. ამიტომ თავი ძიზახარა რომ ის ქალი თავის ცოდების შინებას დატოვა. ანალოგიურ რამეს აკეთებს მე რომ ნიკალა აღმოაჩინე ნიკალა. ჩედვის ნიკალა იწყება ორთაჭალის ტურფებით. როცა ხრებზე ტრედები აზის, ყვავილები აზის და ვაჟა ნიკალამ თანაუგზნო აი ამ ქალებს, ვინც 1 საათში კლიენტიდან კლიენტზე გადავა. და ამით იყო ჩემთვის ნიკალა, როგორც თანამობის, თანაგზნობის დიდოსტატი. იგივე საკეთებს გალატიონი ტაბიძე. როცა გალატიონი მივიდა რედაქციაში და დაინახავ ქალები დავადნენ ძის 2-3 ქალი, იკითხავ რა საკეთებენ, აქ ძველი ეკლესია არისო, აქ გვერდზე იმნაის სახლიაო, ქალები მოდიან და ინანებიან თავიანთ ღამის წოდებსო. ატი და ეს ბუმბერაზი კაცი გალატიონი ტაბიძე და ასე დაიბადა ლექსი სილაში ვარდი.
დედა ღვთისამზეო მარიამ, ვითომ საკუთარ თავზე წერს გაითავისა. ამ დროს იმ ქალის სათქოს გველაპარაკება, ვინც იძულებულია ის ჩაიდინოს და მერე მოინანიოს. აი ესეთი ბუმბარაზები იყვნენ ჩვენი კლასიკოსები. ეხლა მიამიდა ძალიან ჭოვის პური. მაგ ჭოვის პურს ეძახოდნენ ადრე სვილი. და აი წმინდა გიორგის ესეთი ლექსია, ქაჯავეც რასიარები გიორგის სვილისფერაო. რატომ აი წმინდა გიორგის სვილისფერი, ანუ შავგრემანი? იმიტომ რომ სული ბრძვის, სულ ჩვენს გვერდით არის. ამიტომ აქ ყოფჩი თავზე არის საურცავი წმინდა გიორგის, რომელსაც ქვია არყონის წმინდა გიორგი. ანუ როგორც კი გაგიჭირდება არაყონებს. ანუ არალი გვიანი. აი რატო ქვია არ აქვს არაგვი რა ქვია? აი ეს არის საოცრება. რომელიც და მე სიზმარი ვნახე ოდრის წინ. აქაური კაცი ეუნება შვილს. იმას სადღეძელო არ გამოგჩესო. ვინც მთელი ისტორიის მანძილზე მზე დააბნელაო. ვერ მივხვდი რა, მზე დააბნე. მე მივხვდი კაც. ვინც მზე დააბნელა ბრძოლაში ჩვენთან ერთად, ესენი იყვნენ ღვთისშვილები და ანგელოზები. ვინც ჩვენს გვერდზე იბრძოდნენ ყველა ბრძოლაში, არა მარტო წმინდა გიორგი. მე არ მინდა ბერამეზე გავჩედე, იმიტომ რომ სიტყვა გაგვეძებდება ძალიან, მაგრამ უნდა გითხრათ ის ტერმინი, რომელიც ტერმინიც ფშავში ეციან მგებრნი არიან ის ხალხი, ვინც ეგეგება წასულის სულს. ეგეთი მგებრნი ვაჟა-ფშაველიას აქ აიყმაში. მოგეგებებიანო, გმირინიო, წასული ჩვენთაო და ერეკლეო და თამარიო. ამიტომ ის ხალხი, ვინც გადასულია, გებრები არიან, აი ამ დიდ ფენომენს იყენებს ვაჟა-ფშაველია. ვაჟა-ფშაველიას ვერ გაუკვეთ ვერაფერს საერთოდ. თუ აქაური ამბები აიცით, კერძოდ ლექსი. ბაღთრიონს ხედან თათრები სიტყვას ამბობენ ძნელსაო. ახმეტა შავჭით ვენახსა, შიგ ჩავასახებთ ელსაო. კი მაგრამ თელავში ვენახებია, ყვავილშიც ვენახებია, გურჯაანში რაღა ახმეტას მიადგენ ეს თათრები, რაღაცა შეესაქმე. ახლა სანათა, ჩვენ დიდი სანათა. შენ გავომარჯე ჩვენ ლაშქარს დავლათო ახმეტისაო. რაღა ახმეტა მაინც რა ხდება? საქმე იმაშია რომ ფშავ ხევსურეთის სალოცავებს და თურქეთის ვენახები ჰქონდათ ახმეტაში. ვაჟა-ფშაველიას და თავისი ვენახი ახმეტაში ჰქონდა, ამას ეძახოდნენ კულუხს. იქ მოწეული პროდუქტი მოდიოდა მერე და ხატობებზე იყენებდნენ იმ ქელს, იმ ცხვარს, ამდენად იმ ხელა დავლათი ჰქონდა ახმეტას, მთელი ახმეტა ემსახურებოდა აქ აი ამ ხატობების და ღვთისმშვილთა საოცარ ამბებს. ესეთი ლექსი არსებობს 200 წელია წამოხტილი გაქვს ჭერხო. სამშობლო ბედნიერს ქართულს უმანახებ ღმერთო. რა არის ჭერხო? რატო წეს ვაჟა იმ გოგო თუ და აფშინაში რომ აფშინამ ჭერხვაოსო უნჯითაო. ჭერხო არის მამაკაცების საძინებელი მესამე სართული ფშავ ხევსურეთში, სადაც არის ღვთისმშვილთა და ოჯახის ფავრი ანგელოზის საბრძანებელი ადგილი. იმას შენ ნაძავსავით შეიტან, იქედა ბუნებრივია უკვე მადლი ქტოებს. უნდა საოცარი რამე გითხრათ, ბავშვებო, რომ მეგობრებო, გადავწყვიტე მოვინახულო ვაჟა-ფშაველიას საფლავი დიდუბეში. ვესტუმრე და იქ ახლა მარხია თამარ დიდებაშვილი. მუხა იყო ამოსული. ვეკითხები დიდობის მეტალყურესო, ეს მუხამეთი თქვენ და რგეთ არაო? ყორანი გადმოფრინდაო? იმანო ნისკატიდან მუხა დაუშვაო? მუხა აღმოჩნდა და აღარ მოჭერიო. ეხლა თქვენ მითხარით იმის ალბათობა, რომ თელ თბილისში ყორამა გადაუფრინა, ის რკო მაინც-მაინც დააგდო ვაჟა საფლავზე და მუხარი ამოსული. ყორამა ყორას გაზახა, იალბუზისთან თასაო, ვესტუნოთ ვაჟა-ფშაველიას ის გავგიქორებს დარცაო. მოკლედ, დიადი ამები ხდება რა.
ვაჟა-ფშაველამ სამი თვე იფიქრა, რა პასუხი უნდა გაეცა აღაზას ტირილისთვის ქვას. სამი თვე კითხვა. ვაჟა-ფშაველას რითმა არ იყო, სიტყვა არ იყო, რატო ფიქრობდა სამი თვე? ისეთი სიტყვა უნდა ეთქვა აღაზასთვის, რომ ყოფილიყო წელგამართული, როგორც ქრისტიანულად, მუსულმანულად, კავკასიურად გიტირავს, მადლიმს გიქნია, მე რა გამგევარ მაგისა, დიას მუდამაც უხდება, გლოვა კარგისა ვაჟისა და მოუთხოვია ვაჟა-ფშაველას სულისთვის დაღლი ქალისთვის ხინ კაი დამეხვიეო. ვაჟა-ფშაველას მამისაგან გაგონილი ქონდა, რომ აი იფანთანაო ძროხები არ მოუშვა შვილო, რატოო და მანდო ღვთისშვილები ისვენებენო. აი რა ისვენებენო? იხინ კიდე რომ გადმოდიონ თიანთიდან ღვთისშვილებიო, იფანთას ხდებიანო, მერე გადადიან უკანა ფშავშიო. იმდენად გააგეჯა ვაჟა-ფშაველამ აი ამ ამბავმა, ადგა ყორი შემოვალო, მიქონდა ხადა კვერები და სანთე-სანთებდა და დააკვეს ვაჟას იფანი. ანუ ხე სადაც ღვთისშვილები ისვენებენ, მანამ სანამ თავიანთ საქმეებს შეუძგებიან. ეხლა თავი რამე რაც რის გამოც ვაჟა არ გვასვენებს და ნიკა არ გვასვენებს, ეს არის ცეცხლი. ქეთევან დედოფლის ქეთევანობას ყოველთვის დავდივარ მუხრანში. მორიგი ქეთევანობაა მუხრანში, ზაურ ღვინიაშვილის ოჯახში ვართ, ქვეიდან მესის ვაჟა იძახიან, გადავიხედე 200-მდე კაცია მომდგარი, გვინდაო რომ გვითამადო. მე ვუთხარი ამდენი მუხრანი ხარ 2 მეტრიანები და ეს კახელი კაცი მეთქი და არაო ცეზარი მოდისო ჩოჩელიო კიდე სხვა სტუმრები და გვინდაო რომ ქეთევანზეო ისტორია მოუთხრაო. რო გავიდა ეგეც მოუხდება. შეგვიძლია გავაგზავნოთ? ადრე იყო გაკრული ბილბორდები, უსასრულობა, მე შენ მიყვარ ხარ რაღაც უაზრობები, ჩაწვი ამერიკის სულს და აქ რო შემოდიოთ ცხედაში. აქედან ხარის. ვეუნები ამ ცეზარს. ხეხო გემორჩილებათ ეხლა აქაურობა. კიო. ერთი თხონა შემისულე მეთქი რა. რა თხონაო? დედამიწის ზუგზე არ არსებობს ამნაირი ნახატი, სურათი. ვაჟა-ფშაველა და ყაზბეგი. ყაზბეგი იწვა ფსიქიატრიაში. როცა იქიდან გამოვიდა, ერთადერთი ადამიანი, ვინც დახვდა გარეთ, იყო ვაჟა-ფშაველა. ისე გაუხადა ალექსანდრე ყაზბეგს, რომ დედამიწის ზუგზე არსებობს ერთ-ერთი ადამიანი, ვინც მიაკითხა და გაიხარა მისი გამოსვლით. გეხვეწებით წამეყვანეო ფოტოატელიაშიო, წავიდნენ და გადაიღეს სურათი. ამის დახატავთ ხოლმე ცეზარ ჩოჩეს. 1000 ხალხი დადის შატილში და გეგრის საემბაში, ნახონ ნიკა და ნახონ ვაჟა და ნახონ ყაზბეგი მეთქი. და დააკვირდით თვალებს. რაც ცხროვანი თვალები გააჩნია ორთავეს და დააკვირდით ყაზბეგის აი ამ გამომეტყველებას. აი ახლა ფოტოები რო არის ბერი ნიკოლოზის, გაბრიელის, რა თვალებით იყურება გახარებული ადამიანი, რომ ვაჟა-ფშაველა მიაკითხა და მოეფერა. იმის მიუხედავად ვაჟა-ფშაველას თაფლისფერი თვალები ჰქონდა, მისი თიკუნი იყო ჭროღა. ეძახოდნენ ჭროღას. გამიკვირდა ძალიან ჭროღა, არაფერი არ ჰქონდა, არცმები არ ჰქონდა ჭროღა. სამი ტიპის თუთა არსებობს. შავი თუთა, თეთრი თუთა და ჭროღა. ერთ-ერთი მცენარე, რომელიც არის ღვთიური მცენარე, ანუ ზიდანთვალის არის თუთა. ვაზია, იფანია, ალვისხია, მაგრამ ანუ
თუ თქვია აღმოსავლეთში როგორც მთვარის ხე თუ თამთვარია და დასავლეთში ქვია ბჟოლა როგორც მზის ხე გაჭრი და ოქროსფერია და აბრეშუმის ჭიას მეც არაფერს აჭამს ეს თუ ჩვენ ვაჟას ყარებია სტუმრობა მუშტაეთის ბაღში ერთ-ერთი ხილის საწვრილად დადიოდა ჭროღა თუთაზე ადიოდა და საათის ეს გარაჟი მიადგებოდა ვაჟა ჩამოვიდოდა უცბად რა ქვია თავის ჯინს მოიკავდა დაიცა ჭროღა დაიცა და დაგეხეთებოდა იმის შედეგ ბიჭები ეძახოდნენ კლასელები ვაჟას ჭროღას ეს ისტორიაც აუცილებლად უნდა მომეწყო თქვენთვის ეხლა ერთი საოცარი რამე დავჭა თქვენთან სათქვენი მე პატარა ლექსს გიკითხავთ გეგენასთან მიდის სტუმრად შობა ღამეს სტუმარი ეხვეწება მის სტუმრე აგრემ სუფარი წყალობას მოგცემ სიდანა საჭმელს სასველი არ მინდა ოღონდაც გქონდეს საფარი ოღონდაც გავთვეთ ცეცხლზე და გზავრობა გადმონაყარი ანუ ეს თვითონ ღმერთი იყო ჩამოსული ამ სტუმრის სახით ვაჟა შაველი ასიაღზეს გეგენასთან ამდენად ოღონდაც გავთვეთ ცეცხლსთანა ნიშნავს არა ამ ბუხრის ცეცხლს არამედ აი ამ ცეცხლს ეხლა აქ რო არის დანთებული და რა ცეცხლიც ენტო ვაჟას გულში და ნიკალას გულში გონებას ფიქის ტანჯავდეს გულს ცეცხლის წოდეს ძლიერი შეიძლება მწყუროდეს კეთილი ვერ გავწღე მოკდებში აი ცეცხლთან გამათბეო და არა იმ ცეცხლთან ამდენად ღმერთი მოდის ჩვენთან იმიტომ რომ აი ამ ცეცხლთან გათვეს ამიტომა გამხიაუდი ბუხარო გოჩაცხობენ ნუხარ იმ ბუხარზე კი რა ბუხარზე არის საუბარი ეხლა გამჩა ერთი ლექსი წასაკითხი ამით საუბარს ვანთარებ მე ვისაც გაგიხარდებათ შეგვიძლია სიტყვა შევაშოროთ ერთმანეთს ოღონდ უნდა გითხრათ ჩემი თაია საოცარი ამბები და მეორე ერთი გამოთქვა რომელიც პირდაპირ გაგებით გავიგე თაიასი არ იყოს რა მოდი შეგამახსენე ჩემო სახლიკაცო უფალი გეწეოდეს და მე თაიას ამებს მოყვები რა თაია პატარა ღვთისმეტყველი პატარა აღმოჩენა ჩემი პირადი მასალებელი ეს ჩემი შვილიშვილი ერს მიკეთებს ანუ ნუნუ დაგაცულია დაიძინა მოწვია ყველა რომ რაღაც ფეხმან შეაღონა და ამ ტკივილისაგან ერთ სიტყვით მიეძინა ბავშვია და ხოლმე მიატოვებ ვითი გავართ ამ ხელაკაცმა ავიღე სარტიყურზე მოიკიდე ვაიმე მიკვინა მეთქი მოვიტანა გველი სათამაშო დაუცო გვერდზე პაპა ნახევ რა ხდება ორიონი ბოროტები არიან რა ადვილად ამეგობდენო აი რა ხდება როცა ეცამეს გეტყვიო და უნდა გასწავლო აბა მასწავლე მეთქი არ გაუბრაზეო არ დაუყვირო აბა მოეფერეო აიყვანა ორიო მოეფერა მომადა ლოყაზე აბა გიკვინაო არაო აი ხო ხედაო გამოსწორდნენ ორივენიო რას ვაჟამშავენ გააკეთა ბავშვის ფინალში იგივე გააკეთა ბავშვებთან 2 წუთში მაგრამ ეხლა რასაც მოყვები ამაზე ბადალი არ აყავს რა მე რა გაჭამო ნუნო კითხება ხიხლიყო გამიკეთეო კარგი ნუნო პურები დაჭრა თაია მაიღო 2 კვეცხი ამოვიდო აი ამ კაბის კალთაში მიიხუტა და აზინებს და იონანო სუნღეის ცოდნა ეკითხება რომ მა რას აკეთებოდა ვაზინებო რატოო და ეხლა ბებო გატეხავსო და ეთკინებათო რო დაიძინებენ ვეღარ გაიგებენო აი ამ კივის ახლა მე თქვენ დამანახეთ ესე იგი რა და გამაგონეთ ამ აი დონის აზროვნება რაც ამ ბავშვს გააჩნია და არა მარტო მეგობა რა შეგეხსენებინა თაია არა თაია ჩემი რაღაც შემახსენებდი მე მგონი თაიას არა რა უნდა შეგეხსენებინა კაი მე გამახსენდა დამლოცეო რომ მეუნებია ხოლმე ერთხელ იქიდან ეკავ საბეზეთიდან ნალი მოთიაშვილი და 2 სიტყვა უთხარი რა უფალი გეწეოდეს მეთქი და მე ამეთქა სიციე და ბატონო ვაჟა რა გაციენთო და მე უთხარი პირდაპირ გაგებით გავიგე მეთქი რა გაიგეო და წამოვიკიდე მარტო ჩვენი თავი კი არა მთელი კაცობრიობა რა დღეში ვართ უფალს ვეთამაშებით განდაგანას უფალი მოდის ჩვენსკენ ჩვენ განდაგანას შევკავთ ანუ ვაჟაფშავილა წეს
შენმა სულმა დამლია შენზე ფიქრმა და სევდამა შორს წასვლამ ხშირად გაყრამა ანუ რატომ ტოვებს ღმერთი რატომ იდის ჩვენგან და ვაჟა შავე პასუხის იძლევა გულის თვალებით ხედვამა აი გულის თვალებით დაინახო ღმერთი ხანდახან გვეთამაში ბაქტოებს ხოლმე და უფალი გვეწეოდეს ინშალა ჩვენ გავურბივართ უფალს ვისგან გავურბივართ კი არ მიდივართ უფალი მოგდევს რომ დაგვეწიოს ჩაგვეხუტოს მოგეფეროს როგორც უძღებ შვილს და მე ვეუბნები უფალი გეწეოდეს ან ცოტახანი გაჩედი აბა ამოიცნოთ რომ უფალი წამოგეწიოს კი არ შეგეწიოს დაგეწიოს ხო პირდაპირ გაგებით კაი ეხლა მე მინდა სამდის ამ ბოლო ლექს აკითხავთ საოცრებას ზუკამ რა ემოცია გამოხატა არიან თავისი ლექტორები ვარ მე საუბარს ვიწყებ ვაჟაზე იღიმის რა ხდება ზუკა მეთქი და ვაჟა მასწავლე რომ ჩემთვის 64 ეს არის რა აი 64 მეთქი აი საუბრები ვაჟაზეო და ვაჟას სამყაროს დანახავ რაც ხდებაო აი საი 64-ო ამას ბადალი არ აყავსო და ყველა თავარი პოემა რა პოემას მიმოიხილეთ იყო გოგო თუ დააფშინა და რატო იმიტომ რომ მე სიტყვა უტირნავ მეგონა კლიჩკა მეტაფორა უტირნავ ნახერასეუნება გოგო თურის ცოლი საერთოდ ცოლები უპოხავდნენ ცხვირდომით ქრებს ხმალს და მოიღო ხმალი რომ უნდა გაპოხოს გოგო თურის აქავე სოფელი ყოფ ჩაგცხოვდა გოგო თური და დაინახა ამ ქალმა რომ ხმალი ტირის და მიუტანა ხმალს აბა დაახკულიე უტირნავ ცევლიას ხაზენ შეულიო ანუ ტირის ხმალიო რა ბძოლა უნდაო წადიო და მაიტანე სახში რაღაცებიო წავიდა გადაიყება აფშინას მოკედ აფშინას ამურთავებს აფშინა ეუნება სიკეთისას გოგოთურ მოდი გაკოცო შუბშიაო რა სიკეთისათვის მასში გამოაღვიძა ნამდვილი აფშინა ის აფშინა ვის დაბადებული იყო ხევისბრად ბრუნდება სახში და ცოლს ეუნება რა დროს ძილია ბედრ მწარეო უდავლათოს გვარისა რატო თვითონ იყო დავლათიანი აფშინა იყო დავლათიანი ყაჩაღი იყო როგორც სავლე მაგრამ ეს დავლათი ქონდა დავიწყებული და ეს შეკითხვა ძალიან ბერმა დამისვა ვინ ტირეს ვინ პოემის ფინალში ამბობენ ქვითინი მოდის ღამიღამ ბლოსავს კაცსა ვახ მკვდარე ვაშკაცობაო ცოცხლ დამარხვა თავისა ვინა ტირის თუ გადაიქცა აფშინა ხევისბრად მას რაღაცო ტირის ჩემი პირველი პასუხი იყო აფშინაში ტირის ძველი კაცი მეთქი მაგრამ თვითონ აფშინა ტირის რას მისტირის მისტირის როგორც 50 ფსალმუნში აჟღერებს დავით მეფსალმუნი მთავარ ცოდებს გულიწინა დავადე ჩემთან ღმერთო რაც მას შეემთხვა აი ტირის იმის გამო ვახმუტარო ვაშკაცობაო რომ ეს დავლათი ღვთისაგან მოდის იმიტომ რომ ღმერთს ემსახურო ქვეყანას ემსახურო და მე ჩემი უბედურებით ვემსახურე ძარცაკ ლეჯვას ამიტომ მე ჩემში ვაშკაცობა მოვკალი და ცოლს უყარებს უცნაურ რაღაცას ეს იერახი გაატანეო ჩავლენ ამოვლესო აი ვაჟბატოსო ცხენსო სამ დღეს ნუ დაუყრით ივასაო გაგიკვირდებათ ხო ანუ სამი თვე ადამიანი ჯინაზე წევს ლას ქვია ჯინა ინანიებს ავით ცოდებს და ცოლს ეუნება რომ ცხენს არაჭამო ქერიო და არაფერიო რატო იმიტომ რომ როგორც ნინევიამ მოინანია და იქ წერია რომ ნინევიელებმა სხვა ზოხაც ამარხულეს არაფერს არ უყიდნენო ისინი ძალიან ამ ცოდის ანამონაწილეებიო რა კი ყაჩაღობის გზაზე ცხენი დადიოდა და ამშვენებდა ვერცხლი გაწეფარა აი ეგეც ამარხულა ქვია ჩვენმა აფშინამ და ბოლოს ლექსი ეს ლექსი რომელიც გასაგებია რატო ვართ ამ დღეში სადაა გამოსავალი და რატო იყო ამ დღეში ვაჟაფშაველა და კითხვა საანთა კითხულობს სულ ჩვენ რა დავართ ტანჯვაში კნესა რადისთვის ჩვენთა ან მიწა რადარაცხება დამდრანი გულის წვენთავ რატო ვართ ყველა საქართველებიო ამ დღეშიო აი ვაჟას პასუხი ცხოვრებამ არ სამიბრალა გულზე ის არის დამასო თან იმას მეუნებოდა
უნდა დაგავსო. იმას აღარ ვიფიქრობდა თუმეც რამ ძალამ ფარავსო. ნახეთ რა საოცარი სიტყვებია. წყლული მზედ გამომესახა. შუქით ხმელეთი აავსო. არ ქონდა რიდი და ხათრი. ვეგულებოდი კენტა და დამიტომ ხმაის მიქნია მოსაკლავ გასაკვეთა და დაკრული ტრისაგან სარგოდ მომიხდა. თუ სამოვნელოს ეცადა რამდენი დამკრა იმდენი მე ავიწიე ზეცადა დადავდეკ საქვეყნის შუა ქედ მოუდეკეს შეტადა. აი ეს ედგა ვაჟა-ფშაველა ქედ მოუდეკეს შეტად ნიკალას ჩვენი წინდანებიც და საქართველოს ეს ედგა საქვეყნის შუა ქედ მოუდეკეს შეტად და იმიტომაც აიყვანა ვაჟამ ლუხუმი ლაშაის გორს ამაზე მერჯერ მიფიქრია ეხირსებაო თერეთეს ასეული და ადამის ტომის მტერია ბოროტების გზა გაუშვავ კეთილი დაუჭერია საჭმელსა თვითონ უზიდავს ასმევს წყალს ნახეს მთისასა ღამიღამს ზღაბარს უამობს ორი ობოლი ძვისასა ამბობენ შეაძლებინა სნეულს ფეხზე დადგომა ეხირსებაო ლუხუმსა ლაშაის გორზე შადგომა კითხვა რატო შადგება? იმიტომ რომ ნაშრობას დაესროს, იმიტომ რომ იხევის დროს არა, უნდა დადგეს საქვეყნის შუა. როგორც ის ბერმუხა, რომელიც ბერმუხაზე შიბი გაწდა და წიოდა როგორც გველი. აი უნდა ადამიანი გახდეს ცოცხალი, ბერმუხა და ცოცხალი შეცხოველი. და ბოლოს შევი ამ საუბრის დასასრულს. კი, მაგრამ ამისთვის. ანუ გაძლიერდეს. დიახ, კი, მაგრამ რომიდან ეს ქისტები ყოველ ხამე მიდიან რომ ნახონ აღაზა ჩოკოლადა ზვიადაური ჩვენ მიჩერები ვართ იერუსალიმს ცეცხლი გადმოვიდა ეგეთი ცეცხლი ვაჟამ დაანთო იმ კლდისავს სადაც ჯოყოლა მოკლეს ხევსუთა ბრძოლაში და წერს ვაჟა მათ გვერდზე ცეცხლი ენთება კი არა ანთებენო ცეცხლი ენთებაო და უცნაურ რაღაც საკეთებს. ზვიადაურს უხმობ ჯოყოლა. ზვიადაურს მობილო ადარ მიჩნევს შენ სახეს. ზვიადაური ამოვა აჩდილი და ხელებია გადაწოდილი კერძზე. ეს არის ზიარების პოზა. როგორც წაუდგება ზვიადაური ჯოყოლას, როგორც მინდია ინანიებს აუდასთან. ვაჟა-ფშაველას ეს აუდა კეთელაურში ამის შავყურე მინდიას მაუწყლიანდის თვალები ვეღარა შველის აუდას გულზე გადაწვის მკლავები. ანუ ეზიარან იმის სიბძენს, მაგრამ მეტი ძალა აღარ აქვს რომ დაუპირისპირდეს თემს. ერთ სიტყვით ატუადიან ეს ქისტები ყოველღამე იმ კლდის თავს ქვეშ უფსკულია, ხევია, ზევით პირიმზია, ყვავილი ესენი ხედავენ მათ სურათს ახმა არ ესმით რა ხდება იგეთი იქ რომ რისანახავდა და მათი გულის გადაქმნა ხდება ამ გადაცემას სხვანაირად დავარქვი აღდგომიდან ამაღლებამდე და რატო იმიტომ რომ 3 წელიწადი მაცხოვარი იყო მოწაფეების გვერდზე ამდენი არ საუბრია და მოციქულთა საქმე გვეუბნება აღდგომიდან ამაღლებამდე ყოველ დღე მოწაფეებს მაცხოვარი სადასასწრაფოების შესახებ მოუყვებოდაო. ვაჟა-ფშაველას და ნიკალას მთელი შემოქმედება ეს არის აღდგომიდან ამაღლებამდე საუბარი სადასასწრაფოების შესახებ და ბოლოს ვის ამწყალობნებ აუდაო მაგა კურატით შავითა ეგ სამხედრო ბედია ზოღან მოკლვის ქისისა მუცას ეთყოდნენ სახელად მაუნათლავი შვილისა რასამო ქისის ცხონება არ დაწერილა ჯულადა მით ვაკე ვაშკაცობასა არ იყიდება ფულადა ჩვენი ვიტყვით მათო ჩვენა ვართ მათო ჩვენ გზრდიან დედანი ჩვენა ცხონდებით სხვა ყველას ყოფში მიეთ შენანი ამის თქვით წარა მარაოთ ღვთისშვილთ უკეთესიციან განა მათას ამობენ კაცნი რასაზაფიცია კითხვა
ავდა ქეთელაური ხევისბერი არ არის. აბა საიდან გაიგო ავდა ქეთელაურმა ღვთისმშვილებმა რა იციან? ღვთისმშვილებმა რა იციან? ეს იციან მათო მკადრეებმა, ქადაგებმა და არა ავდა ქეთელაურმა რომელიც დავლათიანია, დასკვნა. როგორც ადამიანი იბადები ისათაც, როგორც აუდახარ, მაშინ თვით ღვთისმშვილები გიცხადებენ საუკვას ათქვეს. გაიხარეთ რომ გამახარეთ.